ბეჟან წაქაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 2020 წელს ის ქართული ოცნების სახელით გახდა პარლამენტის წევრი. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დავიწესოთ და საბედნიეროდ მათ ამის უფლება არ აქვს, ჩემს ზესტაფონში ჩავიდა და ჩემს რეგიონში. ლოგიკურია ზესტაფონში მას მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული 12 მიწის ნაკვეთი აქვს. საერთო ჯამში 15,000 კვადრატულ მეტრზე მეტი. აქვე ფლობს აგარაკსაც, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე ააშენა და 100,000 ლარი დაუჯდა. წაქაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე და ფართი მუხიანში. დეკლარაციაში მითითებული აქვს ის ქონებებიც, რომელიც საჯარო რეესტრში არ იძებნება, ზოგიერთი კი მათ კომპანიებს უკავშირდება. მისი ბოლო დეკლარაციის მიხედვით ამ ქონებაში მას მინიმუმ 5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი. 2015 წელს 825,000 ლარად შეიძინა ბინა კიევში.